როგორც უკვე აღნიშნე, ყველაზე ესე იგი მარტივი, ასე ვთქვათ, მარტივი ზემოქმედება თოვლის საფარისა, ეს არის მისი მექანიკური ზემოქმედება და მექანიკური დაზიანება მცენარეების. მხოლოდ ისეთ მცენარეებს, რომელთაც ელასტიური ღეროები აქვთ, ტანბრეცილ ხეებსა და განრთხმულ ბუჩქებს შეუძლიათ გაუძლონ ან დიდი საკმაოდ მძიმეა თოვლი, როდესაც იგი გროვდება მცენარეზე და აი ამ დიდ წნევას, თოვლის წნევას. კიდევ ერთი საგულისხმო ზემოქმედება თოვლისა, ეს გახლავთ ზვავები, როდესაც აი საზვავე ადგილებში ხდება ზვავების ჩამოსვლა. ზვავების აი ასეთი ადგილების ძირში ხვდებით, შემდეგ ზაფხულში ხვდებით ჩამოტანილ მაღალი სიმაღლეებიდან ჩამოტანილ მცენარეებს. ეს მცენარეები ზოგჯერ ფესვიანად და ზოგჯერ კორდებიანად არიან ჩამოტანილი, სხვათა შორის შეიძლება თუნდაც 9 კილომეტრის ან მეტი სიმაღლეებიდანაც კი. თოვლის საფარს, მცენარეულ საფარსა და მცენარის პროდუქტიულობას შორის არის მჭიდრო კავშირი. რაც უფრო ხანგრძლივია თოვლის საფარი, მით მეტადაა გამოკვეთილი ეფექტი და მით ნაკლებ მცენარეს შეუძლია გადარჩეს ამ პირობებში. ხანგრძლივი თოვლის საფარის ქვეშ სიცოცხლისთვის 3 ფუნდამენტური წინაპირობა არსებობს. ეს უნდა კარგად დავიმახსოვროთ. პირველი, ეს არის ფიზიკურ-ქიმიური სტრესისადმი და თოვლზე მცხოვრები პათოგენების მიმართ მდგრადობა. ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ფიზიკური ზემოქმედება თოვლის, ქიმიური გაზის კონცენტრაციები პათოგენებზე ვისაუბრეთ ასევე. შემდეგ მეორე, ეს არის მცენარის ფენორიტმიკა უნდა თან ხვდებოდეს თოვლის ხანგრძლივობას, ანუ განვითარების ფაზები, ფენოლოგიური ფაზები უნდა თან ხვდებოდეს, არ უნდა იწყებდეს უფრო ადრე, ვიდრე იქ თოვლის საფარი ჯერ არის, ან პირიქით თუ ის დნება მაშინ მცენარე მოსვენების სტადიიდან უკვე უნდა გამოდიოდეს. და მესამე, ეს არის ნახშირბადის წლიური ნამატი საკმარისი უნდა იყოს სასიცოცხლო ციკლის დასრულებისათვის. ანუ ფოტოსინთეზის პერიოდში, ზოგადად CO2 გასწავლის აქტიურ პერიოდში მცენარემ უნდა დააგროვოს იმდენი ნახშირბადი, რომ იგი საკმარისი იყოს სასიცოცხლო ციკლის სრულად გავლისათვის და ხელი შეუწყოს მის მდგრადობას, მცენარის მდგრადობას სათადარიგო სტრუქტურებითა და რეპროდუქციული გამრავლებით. ამავე დროს რა სტრესული ბარიერები უნდა გადალახოს მცენარემ იმისათვის, რომ გადარჩეს დიდი თოვლის საფარის პირობებში. ეს არის მცენარის 6 ძირითადი სტრატეგია. პირველი, ეს გახლავთ ასეთი, რჩება მწვანე და ინარჩუნებს ფოტოსინთეზურ აქტივობას, ანუ მარადმწვანე მცენარე. ეს არის ერთი გადარჩენის ერთი სტრატეგია. შემდეგ მეორე, რჩება მწვანე, მაგრამ ფოტოსინთეზი დეზაქტივირებულია და თოვლის გადნობის შემდეგ სჭირდება დაახლოებით 10 დღიდან 2 კვირამდე, რათა სრულად აღადგინოს ეს უნარი. ეს არის ზაფხულ-ზამთრამწვანე მცენარეები, ძირითადად ბალახოვან მცენარეებზეა აქ საუბარი. მესამე სტრატეგია, ეს არის თოვლის გადნობის შემდეგ გაშლილი ახალი ფოთლები, სწრაფად თუ იშლება ეს ფოთლები და სწრაფად იწყებენ უკვე თავიანთი ფუნქციის შესრულებას. მეოთხე, ფოთლების გაშლა იწყება თოვლის გადნობამდე, ხოლო ფოტოსინთეზის აქტივაცია იწყება ფოთლების გაშლისთანავე. შემდეგ მეხუთე სტრატეგია, ფოთლების გაშლა დაწყებულია თოვლის დნობისას ან დნობამდე, მაგრამ გამწვანება და ფოტოსინთეზის აქტივაცია არის ჯერ შეჩერებული. და ბოლოს მეექვსე, გადარჩენილი თესლი, ანუ თესლი იმყოფება გადარჩენილი ამ ზამთრის შემდეგ, რომელიც ღივდება თოვლის დნობისას სწრაფადვე, ან შემდეგ მალევე და ამგვარად თოვლიდან უეცარი გამოსვლის შემდეგ წარმოქმნილ ზოგიერთ პრობლემას თავს არიდებს. ასეთი არის ერთწლიანი მცენარეები, მაგრამ
როგორც ჩვენ ვიცით და როგორც ჩვენ უკვე გქონდა საუბარი, ერთწლიანი მცენარეების რაოდენობა მაღალ მთაში გლებულობს. Აი ეს არის 6 ძირითადი სტრატეგია იმისა თუ რა სტრესული ბარიერები უნდა გადალახოს მცენარემ იმისათვის, რომ თოვლის საფარის პირობებში გადარჩეს. Აი ამ სტრატეგიებიდან პირველი და მეოთხე სტრატეგიები თქვენ მოცემული გექნებათ უკვე აი ამ ეგრეთ წოდებულ რიდერებში და პრეზენტაციაში, ასევე წიგნში და შემდეგ თქვენ განიხილავთ მას. და აი პირველი და მეოთხე სტრატეგია დომინირებს დიდ სიმაღლეებზე, სადაც თოვლის ყველაზე ხანგრძლივი საფარია, თუმცა იქ შეიძლება 6-ვე ტიპი არსებობდეს, მაგრამ ნაკლები ინტენსივობით, ანუ პირველი და მეოთხე სტრატეგია არის ძალიან მაღალ სიმაღლეებზე უფრო ხელსაყრელი და ისინი დომინირებენ იქ.